გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს არის 15 სექტემბერი, თუ არ ვცდები და ამანი არ ვცდები. და რატომღაც გზაში რომ მოვდიოდი, მომინდა რომ ვიდეო ჩამეწერა. ეს არის ჩემი ვიდეო და ალბათ უფრო პირადი მიზნებისთვის, მაგრამ რა ვიცი, თუ ვინმე ნახავს და გამოადგება, ალბათ მაგ მიზნებისთვისაც შეიძლება იყოს გამოყენებული. და მოკლედ ჩემი ვიდეო თუ ეს ჩანაწერი ეხება რასადროდის და კონკრეტულად სპორტულ რასადროდის და მე შევეცდები ახლა ონლაინ ვითამაშო ერთ-ერთი ტურნირი და ნახოთ როგორ გამოვა რა ეს უბრალოდ ჩემთვისაც ჩემ თავის შემოწმებაც და რავი რაღაც მოსაზრებები რჩევები რაც მაქვს კითხვის აღებასთან ახლა ანუ როგორ ჩემი გამოცდილებიდან მოკლედ რა თუ იმის რა გამოადგება უბრალოდ ჩემი პირადი აზრებია რა თუ იმისთვის საინტერესო იქნება ხო რა თუ არა და ალბათ მეც გადავხედო და რაღაცებს და შეიძლება უფრო მეტად დროის გასაყვანია ვიდრე რამე პრაქტიკული მაგრამ ნახოთ რა მოკლედ გუშინ 14 სექტემბერს დაიწყო ახალი 2005-2026 წლების სეზონი საქართველოს სპორტულ რასადროდისში და ერთი ტურნირი, ანუ ეს სეზონი დაიწყო ორი ტურნირით, საავტორო ტურნირებით, HSOIM-ი 6, რომელიც არის მე-6 ტურნირი ამ რედაქტორების და წმინდა წყვდიადი, რომელიც დავტესტე და იმას ვერ ვითამაშებ, ამიტომ ამაზე არ ვიყავი, სხვას არ მეცალით, მინდოდა თამაში. ამიტომ ნახოთ როგორი ტურნირი იყო ჩემი შეფასებაზე ძალიან მაინტერესებს. ამ ავტორების წინა 4 ტურნირი ნათამაშები მაქვს და წინა 4-ან 3, ბოლო 2-ან 1 რატომღაც გამოვტოვე და ნახოთ მოკლედ როგორი ტურნირი გაიხსნა ახალი სეზონი რა ზოგადად მოკლედ ვიტყვი რომ რეგულარული ტურნირების გარდა ანუ რომელიც ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში ასევე ტარდება საავტორო ტურნირებიც ეს საავტორო ტურნირები ძირითადად სამზადებს რამდენიმე ავტორი და ორ კატეგორიად იყოფა მასტერსი 75 და მასტერსი 100 წლევანდელ წელს ეგრეა რა როგორც წესი მასტერსი არც ნიშნავს რომ უფრო რთულია რა დაახლოებით რა განსხვავება ვთქვათ ეგ არის ხოლმე ძირითადად და მასტერსი 75 შედარებით მარტივი უნდა იყოს ხომ მარტივი უნდა იყოს ცოტა ძირითადი განსხვავება ეს არის 21 შერი 100-იანის მასტერსი იმას ალბათ ვითამაშებ თუ არ ვითამაშებ შევეცდები ისიც განვიხილო რა ვითამაშო ჩემთვის ხო ნუ ახლა ტექნიკურად ვინც წესები არ იცის რა რასადროდის არის ეგეთი თამაში რომ რაღაც ნუ კითხვას ვამენ და ერთ წუთში უნდა ვაპასუხო როგორც წესი 6 კაცი ანუ ახლა დღეს მარტო ვარ მაგრამ რატომაც მარტო მაქსიმუმი და ჩამეწერა არ ვიცი ნახოთ რა გამოაშვა შეიძლება არც არაფერი არ გამოვიდეს ნუ ალბათ დროს მაინც გავიყვანო რა მოკლედ ხო ნუ მათ დავიწყოთ საავტორო ტურნირი HSOIM-ი 6 ავტორ რედაქტორები ნიკა აბრამიშვილი, ლიკა ხორავა, მარიამ კერესელიძე, გაბრიელ რელაშვილი და თორნიკე მესხი. აღმასრულებელი ტოპ რედაქტორი მარიამ კერესელიძე და წამყვანი ბოდის ჩამესქროლა, მაგრამ მგონი არ უჩანდა პასუხი იმედია. ახლა თუ ნავიყვე ხან პირველად წერილი. პირველად წერო ეს როგორც წესი ერთ ფაილში პასუხები და კითხვები და პასუხები არ მინახავს ისე ვითამაშო. ხო აღმასრულებელი ტოპ რედაქტორი მარიამ კერესელიძე პაკეტის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის რედაქტორები მადლობას უხდიან ლევან ჩხეიძეს, ანტონ ვაჭარაძეს და ლუკა ლომსაძეს. საკუთრებული მადლობა ლევან ჩხეიძეს კითხვების რედაქტირებაში შეტანილი წვლილისთვის. ხო ლევანი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და კარგი რედაქტორი, ამიტომ ეს კარგი მომენტები მაქვს მე პირადად. დავიწყოთ. ნუ ფორმატი როგორ იქნება? ან კითხვას წავიკითხავ დროს ჩავრთავ
შეიძლება მემსჯელო თუ დროზე ადრე მექნება პასუხი ტაიმერს გავაჩერებ თუ არ მექნება, ერთი წუთი ვიფიქრებ რა, ალბათ ხო არ ვიცი, ნახოთ ეგეთი გეგმა მაქვს და ნახოთ როგორ გამოვა. პირველი შეკითხვა. სიტყვები ამის გაკეთება ცვლილება რამდენიმე წლის წინ ტექნოლოგიურმა კომპანიამ დიდი ძალისხმევა ჩადო საკომუნიკაციო ქსელების განვითარებაში. ერთმა იუზერმა იხუმრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება არ რეკომენდებული იყო, კომპანიამ მაინც იზრუნა ხალხის დაკავშირებას. დაასახელეთ ეს კომპანია. Okay. ხო, ტექნოლოგიური კომპანია სავარაუდოდ რომელიც ხალხს აკავშირებს, შეიძლება იყოს სატელეფონო. ხო, მოკლედ გონია, რომ ეს არის Nokia. Nokia-ს სლოგანია. Nokia აკავშირებს ხალხს. სავარაუდოდ ეს ხუმრობა COVID-ის დროინდელ პერიოდს ეხება, არ ვიცი, არა კომენტირებული იყო ხალხის ახლოს ყოფნა, ალბათ ფიზიკურად ცნობი ხალხი ბევრი. ცნობი ხალხის. ხო, სხვა ვერსია არ ვიცი. კომენტირებული იყო ტექნოლოგიურ მეხმარა, რომ მიუხედავად იმის გაკეთება. Nokia, მოდი გავაჩერებ დროს და Nokia-ს დავფიქსირებ. ეს არის Nokia, მოდი კომენტარიც ვნახოთ. ერთ დროს პოპულარულმა კომპანიამ Nokia-მ პანდემიის დროს დიდი ფინანსები ჩადო საკომუნიკაციო ქსელების განვითარებაში. Nokia-ს ცნობილ ლოგოზე ხელების ჩამორთმევა გამოსახული, წარწერით Connecting People. აკავშირებთ ადამიანებს. ხო, ამ კითხვასაც შეეხება მარტივია დასაწყისისთვისაც ლოგიკური. ზოგადად პირველი კითხვა, როგორც ესეა, არის ხომ რაღაც დასაწყისთან, გაცნობასთან, მისალმებასთან, ხელის ჩამორთმევასთან და ეგეთ რეალიებთან რა პირველი კითხვით რაღაც უნდა დაიწყო, რაღაც უნდა გახსნა რა. ამიტომაც ხომ მაგას ნოექციოთ, შეიძლება არც იყოს რა, არ არის აუცილებელი, მაგრამ რაღაცნაირად დაუწერელი წესი საუთარი, რომ ეგ უნდა იყოს რა და მაგას მიაქციოთ ყურადღება დანარჩენი. კარგი კითხვა, მარტივი. ესეთ უმეტესობა კონტექსტს უნდა აიღოთ ასეთანი. ამას და ნახოთ მეორე კითხვა. ეს მეორე კითხვა წამეკითხა, მაგრამ მაინც რთულია. X-ის ერთ-ერთ შთაგონების წყაროდ იქცა X-ის ერთ-ერთ შთაგონების წყაროდ 1975-73 წლების მოვლენა სახელდება, როდესაც ერთი უპირატე ისპირდება 50-ს და სახელად X-ი ორი სიტყვით. ვარსკვლავური ომებია, ხო, ამას რთულია. ამას ალბათ ვერ ავიღებდი, რატომაც ასე მგონია. ეს ერთ-ერთი ეს სავარაუდოდ ვიეტნამის ომზეა. ერთი უპირისპირდება 50-ს. 50 კონკრეტულად როლს თამაშობს არ ვიცი, ამიტომ გამჭირდებოდა აღებან და ვნახოთ. ჯოჯოკასმა ვიეტნამის ომში. Okay, ვარსკვლავი დროშაზე ერთი ვიეტნამისაზე ერთი. Okay. ვარსკვლავში 50 რამ სპეციფიური რიცხვი თუ არ ვიცი. შეიძლება დაწერა რაღაც შთაგონების წყარო და ომები. შეიძლება ამას მეტი ნუსტალგია, ნუსტალგია. ამას აღება გამჭირდებოდა.
ფლორიდაში შეკითხვა ნომერი 3. ფლორიდაში გადაწყვიტეს საიმიგრაციო იზოლატორები ევერგლეიდსის ჭაობებში აღემართათ. აღნიშნულ იზოლატორებს ხატოვნად შეარქვეს X-ი, დაასახელეთ X2 ესპანური წარმოშობის მქონე სიტყვით, რომლებიც ორ ერთსა და იმავე ასოზე იწყება. ჩავართოთ დრო. ფლორიდა საიმიგრაციო იზოლატორები და ჭაობები. იზოლატორებს ხატოვნად შეარქვეს X-ი, დაასახელეთ X2 ესპანური წარმოშობის სიტყვით, რომლებიც ორ ერთსა და იმავე ასოზე იწყება. რა შეიძლება შეარქვა იზოლატორები კედელი, მაგრამ არ არის ესპანური სიტყვა მულეტა. რა სავარაუდოდ ამერიკა, მექსიკის საზღვარზე ხატოვნად ჭაობებში რა შეიძლება იყოს ესპანური სიტყვით. სომბრეროს არ ვიცი ესპანური მულეტა, კორიდას კაქტუსი, კორიდას ჭაობები არ მომწონს. წინაკითხვის გაგრძელება ხო არ არის. ჭაობებში რა შეიძლება იყოს? არის მარტო ხართ მოდის დრო. ამას თქმას დავწერე. ბოდიშით ხმაც. კონტროლ მოკლედ ამაზე არ მაქვს ვერსია. ფლორიდაში გადაწყვიტეს საიმიგრაციო იზოლატორები ევერგლეიდის ჭაობებში აღემართათ. მოდი ნახოთ პასუხი. ალიგატორებიანი ალკატრასი. საინტერესოა ხო? კერძო შემთხვევაში არ ალიგატორებიან მსხვერპლ ალიგატორებს, ალიგატორებიანი ალკატრასი. იზოლატორები, საიმიგრაციო იზოლატორები ციხეა პრინციპში, რა ფლორიდაში ალიგატორებიანი ალკატრასი. ხო, ეს ზოგადად როგორც წესი არის ხომ ეგეთი რასადროდში, რომ ორი სიტყვა რომელიც რაღაც ერთსა და იმავე ასოზე იწყება, ან ორს ერთსა და იმავე ასოზე ენიშნება და პასუხები სანუ გაფილტრაში გეხმარება. ალკატრასი ალბათ უნდა მომფიქრებოდა და ჭაობებიც კარგი მინიშნება იყო. ხო, ეს ალბათ უფრო კონტურად დასტრელებელი კითხვა იყო, მარტო გამიჭირდებოდა ამის მოფიქრება. ხო, ჭაობები და იზოლატორები უნდა დამიკავშირებინა და საწყაროდ ვერ შევძლებდი. კარგი კითხვა იყო ამას. ცოტა ჩემთვის რთული, მაგრამ მაინც კარგი კითხვა იყო. ესეც თქვით არ გამოვიდა. დავიდეთ შემდეგ კითხვას. Surface fun. ეს არის დასარგებელი მასალა. რაღაცა არის fun. 1989 წელს ამერიკულ ბაზარზე გამოჩნდა სათამაშო კონსოლი Game Boy. მის ყუთზე გამოსახული იყო წარწერა, რომელიც 1963 წლის ნაწარმოების ალუზიას წარმოადგენდა. რა იყო ჩატვირთული Game Boy-ში? ანუ რაღაცა სასანუსას მეტად სახალისოა რა. თამაში რაღაცნაირი თამაში დავუშვათ უფრო მეტად სახალისო. Game რაღაცნაირი game ვიცი. Game არ მომწონს. გამოსახული 1963 წლის ნაწარმოების ალუზიას წარმოადგენდა. რაღაცნაირი სიმღერა ხო არ არის. დავუშვათ ნაწარმოებს როცა გეკითხები როგორც წესი, მაგრამ მარტო წიგნი და რაღაც ამით შეიძლება სიმღერაც იყოს. რა შეიძლება იყოს? რაღაცნაირი თამაში.
ვიცფანან რაღაცა უფრო სასიხარულო ხდება. შეიძლება იყოს ჩატვირთული რაღაც სიმღერა. Okay, გავიდეთ რომ ამგონი არ მაქვს ვერსია, მოდი იყოს სამწუხაროდ დავუშვათ სიმღერა Sound of Silence. Tetris. Okay. Nu Game Boy შეხავს თამაში Tetris-ია. Okay, ნახოთ. From Russia is fun. Okay. ეს კარგი იყო ალბათ. ალუზიას წარმოადგენდა მე მგონა რომ მუსიკანტი თვითონ ეს იყო ჩატვირთული რაც ალუზიას წარმოადგენდა. რუსეთიდან სიმღერობით. Okay, სახელი. წარმოადგენდა ალუზიას. ხო, როგორც ისე მიხვდი რომ ამას თუ მიხვდები მე ხო რუსულ თამაში რომელიც შეიძლება ჩატვირთული იყოს Game Boy-ში მარტივია. ხო არა რამ Tetris-ი მეპასუხა. მე ვერ მიხვდი ან კარგად ვერ გავიასრე შეკითხვა და ზოგადად ხო ჩემი დაკვირვებით და განცდილებით რომ ერთ-ერთი მთავარი რა კარგად გაიაზრო შეკითხვა რა. თუ შეკითხვას კარგად გაიაზრე მე 80-90% უკვე აღებულია შეკითხვა, იმიტომ რომ დანარჩენი ტექნიკის ცოდნის და გამოცდილების ამბავია რა. კარგად უნდა გაიაზრო შეკითხვა, ასე რომ ის ამ შეკითხვის გაკვეთილი. წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე გადაიღეს აზარტული თამაშების საწინააღმდეგო რეკლამა, რომელშიც ბიჭუნა ამბობს, რომ მამამისმა მთელი დანაზოგი დაასრულეს წინადადება ამბანის მეზობელ ასოებზე დაწყებული ორი სიტყვის გამოყენებით. 2014 წლის გაიმეცებოდი დროში ჩორთა. 2014 წლის საფრთხე ჩემპიონატი ჩატარდა ბრაზილიაში. შეიძლება არც არაფერს არ ნიშნავს. მთელი დანაზოგი წააგო გერმანიასთან წააგეს მაგაზე რა მიხვეშარ. არამედ ჩემპიონატის დაწყებამდე რა. ესთან წაგებაზე არ იქნება აქ არაფერი. ამბობს რომ მთელი დანაზოგი ერთი სიტყვა წააგო ბრაზილიის გამარჯვებაზე დადო ბრაზილიის გამარჯვება ასე რაღაც ეგეთი ხო რომ რეალურად შეიძლება იქნება რომ ბრაზილია გაიმარჯვებდა რომ რეალურად აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი წააგეს ნახევარფინალში. მოდი იყოს მთელი დანაზოგი ბრაზილიის გამარჯვებაზე დადო რაღაც მსგავსი მგონია შეიძლება არც. დადო გერმანიის ჩემპიონობას. საინტერესოა. მთელი დანაზოგი ასე გამარჯვების გამოც გემბლინგში არის. ხო აქ მიმართულებას წარი მქონდა სამედნიეროდ რაღაც გამარჯვებაზე რაღაც გამარჯვებაზე დადო. მე არ ვიცი აქ გერმანიის დაწყებამდე ალბათ აქაც ხო ირონია, არ ვიცი ეს კითხვა სერთლე კითხრათი და არ მოუწონა.
არ ვიცი, არგე ან ბრაზილიის გამარჯვება და გერმანიის გამარჯვება როგორ უნდა აგირჩია, კარგად ვერ ხვდები. პრობლემები შინაარს. ხო, ანუ აქ როგორც წესი 2014 წელი როცა არ მინიშნება, რაღაც მნიშვნელოვან მოვლენაზე უნდა გაიხსენო რა ზედაპირულად დააკავშირო, რომ 2014 ბრაზილია, გერმანია და აქ რა მოხდა ისეთი, რაც შეიძლება გამოეყენებინათ აზარტული თამაშების რეკლამაში რა. შეიძლებოდა ისეთ, შესაძლებოდა ასეც, არ ვიცი, ასეც არ გამომივიდა. ექვსე შეკითხვა. იოჰან კროიფი აღნიშნავს, რომ მას გამჭრია ხობა მამამისისგან ერგო, რომელიც X-ის დახმარებით ოსტატურად იგებდა მზისთვის დიდხანს ყურებღის სანაცვლეოებს. ცნობილ ქართულ ფილმში პერსონაჟი მეგობარს ირონიულად ეუბნება, რომ X-ი მას საქმეს გაუადვილებს. დაასახელეთ X-ი ორი სიტყვით. ოკეი. რომელიც X-ი მზის დიდხანს როგორ უნდა უყურო, ხო? სავარაუდოდ ვერ უყურებ პირდაპირ, ან მზის სათვალე არ იქნება ეს პირდაპირ თან მზის სათვალე, ცნობილ ქართულ ფილმში საქმეს გაუადვილებს. არ ვიცი, შუშის თვალი, ან რაღაც ეგეთი რა, რეალურად რაღაც კონდა ჩასმული. და იმის დახმარებით ალბათ უფრო დიდხანს უყურებდა ძის, ან სათვალი, ან ლინზა, ან რაღაც ეგეთი. მე ბეპი ეილიკო და ელენემში არ მგონი შუშის თვალი, ხო? ერთ-ერთ პერსონაჟს აქვს. ну მოდი იყოს შუშის თვალი, ეს არაფერი არ მომენა. ოკეი, შუშის თვალი. ავტობიოგრაფიულ წიგნში იოჰან კროიფი ხაზს უსვამს, რომ მან ბევრი მენეჯერული უნარი მამამისისგან. მასთან მაღაზიაში მუშაობდნენ და დაბადებები გახმარებთ, რომ შუშის თვალი ნატრიუმის დახუჭვა აღარ სჭირდება. აქ ხო აქ გასაგებია რა. მზეს პირდაპირ ვერ უყურებ და რა გეხმარება, ანუ ხელოვნური რომ არ დაგეცადოს თვალები. ნორმალური მარტივი კითხვა. რა შემდეგ კითხვაზე. ოკეი. არ დამინახავს ნახოთ. საუბრობს რა პრიმატების სოციალური ურთიერთობის შესახებ, ფრანც დე ვალი აღნიშნავს, რომ მათი კავშირები მაღალი სოციალური კონკურენციისა და დომინირებისთვის შემუშავებული დახვეწილი სტრატეგიის ნაწილია. აქვე ის ახსენებს მე-15-მე-16 საუკუნეებში მოღვაწე პიროვნებას. დაასახელეთ აქვე ის პიროვნება სავარაუდოდ, ვისაც ახსენებს. ურთიერთობის შესახებ მაღალი კონკურენცია და დომინირება, აქ სავარაუდოდ მაკიაველია მე-15 საუკუნე, მე-16 კი 1527 წელს დაწერა მთავარი და მალე 5 წლის მერე გარდაცვალების მერე გამოიცა. ამიტომ მე-16 წერდა მე-15-ს. წესით კონკურენცია, დომინირება, დახვეწილი სტრატეგიები ძალიან გავს მაკიაველს და დაასახელეთ ეს პიროვნება ის ახლა აქ ცოტა კითხვაში მეტი ის ფორმულირებაში უფრო სწორედ რა იყოს. მეტი კონკრეტი გააჩვენებდა, მაგრამ სავარაუდოდ პიროვნებას გვეკითხებიან, არ ვიცი, ამას წყალით შეიძლება და მაკიაველს დავაფიქსირებ. ხო, აქ პირდაპირ მინიშნება, რომ ვიღაცა ვინც კონკურენციაზე, დომინირებაზე წერდა და რაღაც სტრატეგიებს.
ხო, ამას უბრალოდ კიდევ ერთი ნაწილი რაც არის ის რომ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანო კითხვა და ხომ რაღაც ბევრი ინფორმაცია შეიძლება იყოს კითხვაში შენ რაღაც ერთად უნდა მოარჩიო რა ეგეც დროსთან ერთად მოდის ეგ უნდა ვიცი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე ეს პასუხები რომ ჩანს წანერობს ნიშნავს ეს ოკეი, ყურადღება შეკითხვაში გამოტოვება. ჰორორის ჟანრის ვიდეო თამაშის ერთ ეპიზოდში, სადაც მოთამაშე ბავშვის საძინებელში იმყოფება, სახიფათო მომენტის მოახლოებისას გამოტოვებულია ორი სიტყვა. გამოტოვებული იგივე ორი სიტყვა 1960-იანი წლების ფილმია. აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვები, რომლებიც მეზობელ ასოზე იწყება. ოკეი, ანუ ჰორორის ჟანრის ვიდეო თამაშის სადაც მოთამაშე ბავშვის საძინებელში იმყოფება. სახიფათო მომენტის მოახლოებისას რექსარი მომარა რაღაცა ხდება სახიფათო მომენტისას ჩნდება რაღაცა ბავშვის საძინებელში ისმის რაღაცა ხიფათო მომენტის მოახლოებისას ბავშვის საძინებელში რა შეიძლება იყოს სათამაშო ხო რა სათამაშოები შეიძლება იყოს ცოცხლდება თოჯინები იცინიან კი ბატონო კარგია ხო აი არა სათამაშო კიდევ რა შეიძლება 1968-67 მგონი რაღაც ეგეთი თოჯინები იცინიან მაგას დავაფიქსირებ ხო ბავშვის საკისანი ეს რეალურად ხო ეს მომეწონა ეს კითხვა ბოლოს ეს რო პირდაპირ არ იღებოდა რაღაც გჭირდება ეგ ყველაზე კარგი კითხვა გონების დაძაბვა სახიფათო მომენტი ხო ანუ აქ ბავშვზე აქცენტი რა უნდა იფიქროს საძინებელში რა ხდება რა და ჰორორის ჟანრის აგეთია მედიტად არ ვარ მოყვარული ჰორორის ჟანრის მაგრამ ბევრი მაქნა ნახე რაღაც ატმოსფეროც არის რომ თოჯინები აკეთებენ რაღაცებს ბოდიში დასტიან შევაერთებთ თოჯინები იცინიან ანუ შეკითხვა ხო აქ ეს არის აქაც კიდევ ერთხელ ვიშნარო აქ აქცენტი არის ბავშვზე და ბავშვის საძინებელი ხო აქ უნდა უბრალოდ დაფიქრო რა ხდება ბავშვის საძინებელში და რა არის და აქაც როგორც სწორი ანუ ინფორმაციის გამოტანა კითხვით კარგი, მეცხრე შეკითხვა. სერიალ 24-ის 2001 წლის სეზონში ხვდებით კონკრეტული ნიშნით გამორჩეულ პოლიტიკოს, რომელიც დადებით პერსონად ხასიათდება. ვარაუდობენ, რომ სერიალის ამ სეზონში განვითარებულმა მოვლენებმა გავლენა იქონია რამდენიმე წლის შემდეგ ამის გაკეთებაზე. დასახელთ ამის გაკეთებით შეცვლილ სიტყვები. ოკეი. სერიალი 24 2001 წლები არის. 2001 წელს რო გეუბნებიან, 11 სექტემბრის ტერაქტი გახსენდება პირველ რიგში. მაგრამ მე აქ არ მგონია რომ ეს იყოს, შეიძლება 2001, უბრალოდ 2001-ია. ხო, კონკრეტულ ნიშნით გამორჩეული პოლიტიკოსი რახან არის შეიძლება მე ვფიქრობ, რომ შავკანიანია. ანრით რაღაც ანტუსებით ან გარეგნობით რა თუ შავკანიანია რამდენიმე წლის შემდეგ ობამას გამარჯვებაზე ამას დავწერდი დავუშვათ თუ არ არის გარეგნობით
გამორჩეული და ხასი ანუ უმეტს დადებითად ხასიათი. დავუშვათ ქცევაზე, ხომ? ანუ როგორი კეთილია დადებითად ხასიათდება. ძალიან ზოგადი ცნება კეთილია. მოკლედ ახლა მგონი სულ მიყვას ობამას პრეზიდენტად გახდომა, ან ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. მაგერც არის ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევა. ხო, აქაც რა 2001, აქაც ხო რა კიდევ ერთი ისე რომ სწორი ინფორმაციის გამოტანა რა 2001 წლები ობამა ხდება პრეზიდენტი. ხო, ასავარაუდოდ ხო, აქ უნდა კიდევ ერთხელ მიფიქრო რა არის მნიშვნელოვანი 2001 წელი კი 11 სექტემბერი, მაგრამ როგორც თქვი, შეიძლება წელი დიდი მნიშვნელობა იყოს და შეიძლება უბრალოდ კითხვის ნაწილი რა, ეგ თქვენ არჩევთ როდის არის. ეგ უნარი მოდის გამოცდილებასთან ერთად. დარჩა 3 კითხვა ამ ტურში. კარგი, მეათე შეკითხვა. 2016 წელს პრეზიდენტ ობამას ერთ სიმბოლურ გადაწყვეტილებას ირონიული რეაქცია მოჰყვა. რეაქციები მოჰყვა. საქმე ისაა, რომ დაახლოებით 140 წლით ადრე დაწყებული X-ი რეალურად ადგილობრივების წინააღმდეგ იყო მიმართული. დაასახელეთ X-ი ორი სიტყვით. ადგილობრივების ერთ სიმბოლურ გადაწყვეტილებას მიული რეაქციები მოყვა. ან 140 რო გამოვაკლავთ 1816. 1816. X რეალურად ადგილობრივების წინააღმდეგ იყო მიმართული დაასახელეთ X-ი. რა გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სიმბოლური გადაწყვეტილება? Ну, 16 წელსაც არ მახსენდება, რა შეიძლება იყოს 75 წელს იყო მგონი კასტერი როსიუს ტომის საბრძოდა და რა დაიწყო მაშინ. დაასახელეთ X-ი საქმე იმასია. რაღაც ის მაგ ბრძოლას რაც უნდედნისთან რა იყო არც მახსოვს რა იყო. X-ი ადგილობრივი, სავარაუდოდ ადგილობრივები ინდიელებია. აქ 10 წაგი მაგ ჩაბარების შესაძლებლად მოგამოიყენებთ, მაგრამ მოვიფიქრო, ეს არის სიტყვით. არ ვიცი, არ მაქვს ამაზე რეალურად პასუხი, მგონი ახლასაც არ ვიყავ. ბიზონების ხოცვა. ბიზონი ბაბე. ის წყვილებას საუბრობს მეოთხედში მიხსახე ინდის დასას ზონების განცდის რეალური ცხოვრების გაწყვეტა. მეორე საინტერესო ფაქტია, რომ ბიზონებს იმიტომ კლავდნენ, რომ რესურსების შემცირებინათ ინდიელებისთვის ეგ საინტერესო აქამდე ეგ ვერსია მწმენი არის თოს. Правда, პირველი ფაქტი რთულის დარიან ობამა რაღაც გადაწყვეტილება მიიღო. პირველი ფაქტი თუ არ იცი. მეორე რთულად აკავშირებ რა. და ეგ არ ვიცი, ამდენად ცნობილი ფაქტია, რომ ობამამ ბიზონს ეროვნული ცხოვრების სტატუსი მიანიჭა. არ ვიცი, მე არ სმენი, ამიტომ გამიჭირდებოდა, ან თუ გუნდმა არც როგორ დაუშვა ეს. მაგას ცოტა მეჭირს მაგის, რომ ბავშვად არ იცი ეგ ფაქტი და მიხვიდე კითხვიდან იქამდე, რომ ვიღაცა ან მიანიჭა და მე ეგეც მეორე ძალიან საინტერესო ფაქტია უბრალოდ. ლოგიკური დაშვება, რომ სხვაფერხა საქმეს, იმიტომ ანადგურებდნენ, რომ ადგილობრივები დაესუსტებინათ, მაგრამ არ ვიცი. ხომ ალბათ რთული კითხვა იყო, მე გამიჭირდებოდა.
ხო არის ესეთი რთული კითხვები, რომლებიც რაღაც ცოდნით და დამატებით რაღაც ასე ვთქვათ, განათებით თუ რაც არის იღება რა. ხო, და ეგეც თამაშის ნაწილია ძალიან კარგი, ამიტომ არც ალბათ გუნდთან ერთად ალბათ შეიძლება გადავიდეთ შემდეგ. αφუ არ წამიკითხოს. მე-17 საუკუნის საქართველოში მოგზაურობისას ჯონ ფრაიერმა აღნიშნა, რომ X ისევე ბრძანებლობს ქართველთა ერზე, როგორც Y ბატონობს სომხებში. დაასახელეთ X-იც და Y-იც თუ ისინი ერთსა და იმავე ასოზე იწყებიან. მე-17 საუკუნის ჯონ ფრაიერმა X ისევე ბრძანებლობს, როგორც Y ბატონობს სომხებში. აქ მან ბრძანებლობს შეიძლება პირდაპირ ბრძანებლობაზეა საქართველოში მე-17 საუკუნე. რა შეიძლება იყოს ალბათ მუსლიმებთა გავლენის ქვეშ არის საქართველო. ნახევარმთვარე ხო შეიძლება იყოს როგორც სიმბოლო ბრძანებლობს. ან შეიძლება ხატოვნად თქვა, ვერ გაიგებ რა დავუშვათ, რომ ღვინოზე თქვა, რომ ღვინო ისე ბრძანებლობს როგორც Y სომხეთში შეიძლება ბატონობდეს. რა არის სომხეთის რელიგია შეიძლება იყოს ნახევარმთვარე და სომხებში ბატონობდა მე-17 საუკუნის სომხეთი. თუ რამე ვაზი და დავუშვათ სომხეთი ვაზია, ვაზი ქართული სვლელია, იყოს უბრალოდ ვაშლი და ვაშლი რატო ბრძანებლობს ქართველებზე არ ვიცი. ეს აინტერესებს. მარსი და მერკური. ეს ძალიან კარგი კითხვა. რა იმ საბრძოლოდ სომხები სათაკელოდ მეჩნდეთ. ხო, ეს ძალიან კარგი იყო საქართველოები 17 საუკუნეში ხო და არა მარტო სომხები. სომხები ხო გამოცდილი ოჭრები იყვნენ მაგრამ საქართველოში. არა თავიდან კითხვას რომ კითხულობ ოჭრებაზე ვფიქრობ და მომწყდა მე აღმართულებით წასვლა. ეს ძალიან კარგი კითხვა იყო. ამაზე შედარებით უნდა გული დამწყდა რა ყველაზე მეტად ამ კითხვაზე დამწყდა გული. ჯეჯაბიტურში საუკეთესო კითხვა იყო. ომზე უნდა მიფიქრა რა, ომთან რა ასოცირდება. ხო ესეც არის ხოლმე ცოტა კლიშებმა არის რომ ომზე მარსზე უნდა მიფიქრო, იმიტომ მარსი არის ომის ღმერთი და ხშირად მიმართავენ მაგ მეტაფორას რომ ომი მარსთან არის შედარებული. მერკურიც თეოლოგიდან გახსოვს ვაჭრობის ღმერთი. გადავიდეთ ეს ძალიან კარგი კითხვა იყო კიდევ ფილმში ტრუმენის შოუ მთელი ქალაქი თავისი მაცხოვრებლებით პროტაგონისტისთვისაა შექმნილი. თავის მხრივ პროტაგონისტი არის მთავარი მიზეზი ამ შოუს პოპულარობისა. სიმბოლურია რომ ქალაქის დევიზია დაასრულოს წინადადება ორი სიტყვით. მოდი გავიაზრო ახლა ქალაქი არის ხო ბუტოფორული ქალაქი რომელიც მთავარი გმირისთვის არის შექმნილი ხო თვითონ გმირიც არის ერთმანეთი სჭირდება თითქოს ყველა რაღაც დევიზი ერთმანეთი საჭიროებაზე რა შეიძლება იყოს დევიზი რომ ორი რაღაცა არ არის რაღაცის გარეშე. თავის მხრივ ხო თავი გმირი ჭირდება შოუს გარეშე. დიდი ძმა გიყურებს, ხო არა არის დიდი ძმა გიყურებს შენ
ამიც რატო შეიძლება იყოს ეგ თვალთვალზე არის, მაგრამ კითხვიდან არ იკვეთება, რომ ტრუმენის შოუ ამ მაგაზე აქცენტი არ კეთდება. არა, თან იგი სუსელოდი ახლა ქალაქს რომ დიეზი კონდეს, დიდი ძმა გიყურებს შენ. არ მოწეს, ტრუმენის შოუ არ მაქნა ნახე. არ ვიცი, ჯიმ კერი არ მიყვარს თითით. ოკეი, არ ვიცი, მოდი დავაფიქსირო დიდი ძმა გიყურებს შენ. მაგრამ არ არის საпроблема ეს პასუხი. ხო, ერთმანეთის საჭიროებაზე ავიღეთ, რაღაცა შეჭდება და იმათაც ჭირდებათ რა. ოკეი, ხო, ესეც როგორც თქვი, მომართლებას წერი იყო, რომ რაღაც შენც ჭირდება იმათგან რაღაც და უნდა გაერთიანდეთ ერთიანობას. ასე თუ სხვა ერთის ბანკიდების შეკეთებები. ხო, ну პირველ ტურში შევიღე 5 ქულა. არა, ალბათ უფრო მეტი შემიძლია, მაგრამ არა, მარტო ზოგადად არ მიყვარს თამაში. ორჯერ მაქვს თამაში, სულ რატომაც გადავწყვეტე ორჯერ მეთამაშე მარტო. და არც მაშინ არ გამართლა და რა ვიცი, მარტო თამაში არ არის. 6 ჯობია, 6 მოჯობია თამაში ვიდრე ერთ. ხო, მოდი გადავიდეთ მეორე ტურზე. პირველი ტური რაც შეეხება ძალიან ნორმალური იყო, ასე ვიტყოდი რა რაღაცეები, ხო. მარტო რო ცოტა სუბიექტურიც ვარა და ის არის რაღაცეები ხო ცოტა დამგნეველი იყო და 1-2 კითხვა კარგად ვერ მივხვდი კონტ და არჩენი კარგი სათამაშო კითხვა იყო. მგონია რომ არ ვიცი, ალბათ 9-10 უნდა ყოფილიყო ტურში მაქსიმუმი გუნდებისთვის. და ალბათ მე შედეგებსაც ვნახავ რა როგორ იყო. არა, ეგ შევადარჩინეს თუ დრო დამჩილ შეიძლება დამეცალოს, ალბათ დამეცალება არ გვინდა. აი გადავიდეთ მეცნიერებას. მოდი ეგეთ მიზანს დავიდე 5-6-7 რო ავიღო თუ შეუძლია, მაგრამ მეორე აი ეგეთ ეგ არის ჩემი მიზანი. რომ შეუძლია მეორე ტურში ოდნავ აქტიური ვიყო და 6 კითხვა ავიღო. კაი. მეცადე კითხვა, ცნობილი მონუმენტი ადრეული იმიგრანტებისთვის სიმბოლურ X-თან ასოცირდება. X-ის აქტი 2008 წელს აშშ-ში ყოფილი პატიმრებისთვის მიიღეს. დაასახელეთ X-ი 2 სიტყვით. ცნობილი მონუმენტი იმიგრანტებისთვის სიმბოლურ X-თან ასოცირდება. სიმბოლურ X-თან ასოცირდება. იმიგრანტებისთვის. ანუ საიდანაც რომ მიდიან. შეიძლება იყოს ეგეთი ამერიკაში თავშე თავისუფლების ქანდაკება, ხო ცნობილი მონუმენტი სიტყვი არა ვერ იტყვი ქანდაკებას, შეიძლება თქვა, მაგრამ ქანდაკება რატო არა. ლინკონის მემორიალი დავშვა და ყოფილი პატიმრებისთვის მიიღეს. თავისუფლების ქანდაკება ასოცირდება დავუშვათ რაღაცა. ყოფილი პატიმრებისთვის მიიღეს. იმიგრანტებისთვის. მეორე სიცოცხლე ან რაღაც ხო არ არის პატიმრებისთვის. მეორე სიცოცხლე ახალი ცხოვრება. კარგი არ ვიცი. მეორე იყოს მეორე სიცოცხლე. მეორე შანსი. თავისუფლების იმიგრანტებისთვის. ეს არ ვიცი, მეორე სიცოცხლე ჩაითვლებოდა თუ არა.
ალბათ არა. არ ვიცი, მეორე შანსი, მეორე სიცოცხლე. მეორე შანსი იმიგრანტებზე მეორე სიცოცხლე. ამით ვის არ ვიცი, აქ ჩაითვლა ეს კრიტერიუმი რა იქნებოდა, მოდი მინუს დავწერო. ხო, ალბათ ზუსტი პასუხები რაც იქნება იმას შევიდრე. მინუსი ხო, აქ რთულია რა. აქ სიმბოლურად X-თან ასოცირდებოდა. ეს ასპექტური მოსაზრება თუ ვინმე არ წერს, ანუ ვინმე საზრით არის, რომ მეორე შანსთან ასოცირდებოდა. არ ვიცი, მეჭირს ამ კითხვაზე კომენტარის გაკეთება. პრომეტი კონკრეტიკა კარგი იქნება და მეორე ტური იწყება გასაგები, ეგ მინიშნება ახლა რაღაცა. მეორე ტური როცა იწყება რაღაცა, ეგეც რაღაც შეიძლება სიმბოლური დატვირთვა კონდეს და ამიტომ მეორე შანსი არის პასუხი. და გადავა შემდეგ კითხვას. ყურადღება შეკითხვაში ცვლილება 1894 წელს სასტუმროს მფლობელმა იაფაში ამ ადამიანს ურჩიულა TripAdvisor-ში გამოქვეყნებული კრიტიკული კომენტარების გამო. დავის დასასრულს კრიტიკოსმა სასტუმროთა ქსელი TripAdvisor-დან გააქრო, რითაც მფლობელის ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა. თიშით აღადგინეთ ცვლილება მეზობელ ასოებზე დაწყებული ორი სიტყვით. 1894 წელს სასტუმროს მფლობელმა იაფაში ამ ადამიანს ურჩიულა TripAdvisor-ში გამოქვეყნებული კრიტიკული კომენტარების გამო. დავის დასასრულს კრიტიკოსმა სასტუმროთა ქსელი TripAdvisor-დან გააქრო, რითაც მფლობელის ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა. აღადგინეთ ცვლილება მეზობელ ასოებზე დაწყებული ორი სიტყვით. ან კარგი ჩავთვალ დროს და ვიმსჯელოთ. ანუ ადამიანიც არ ვიცით, ხო ამ ადამიანმა უნდა მიხვდეთ და TripAdvisor-ში. დავის დასასრულს, რითაც სავარაუდოდ TripAdvisor-ში არ არის, ხო? გამოქვეყნებული კრიტიკული კომენტარების გამო. TripAdvisor-ი არ იქნებოდა 1894 წელს ეჭვმაკ. რაღაც კატალოგი ხო არ არის, ან რაღაცნაირი გაზეთი, რომელიც რჩევებს აძლევდა მაშინ სადგაჩერებული. მიშლენი იყო, მიშლენის სასტუმროების. მიშლენი უფრო 97 იყო და გვიან დაიწყო. TripAdvisor-დან გააქრო. ფუდინი ხო არ არის, გააქრო. არ ვიცი. TripAdvisor-ი კიდევ რომელიც შეიძლება იყოს. TripAdvisor-ის გავსი და ეს რომელია? არ ვიცი. დიკერის გზამკვლევი. ახლა ჩემო ბედეკერის გზამკვლევია, ბედეკერი პროექტს ბედეკერი ვიფიქრე უბრალოდ. ბედეკერია, ანუ ორი სიტყვით. დიახოლის, სამწუხარო დაქვა. ძალიან ბედეკერი ძალიან თონა თქვა ხოლმე რომ ეს ვფიქრობ. ბედეკერი უბრალოდ როგორ ბედეკერი ზოგადად ის არის, ანუ ქსეროქსი ბედეკერი. ну как სამკლავი აქცენტ მეტი ასმგან ის კარგი კითხვა ლოგიკური რა საერთოდ სადაც მაშინ ორიენტირდები რა მაშინ TripAdvisor-ი იყო ხო ბედეკერი. ხო ამიტომ უბრალოდ გონია რომ გვარის გამოყენებით უკეთესი იქნებოდა ან რაღაც გავსი რა.
იმიტომ რომ აქ ბედეკერი სამკლავი შეიძლება ზედმეტად მოჩვენებოდა ის მომჩვენ ყველა შემთხვევაში. ჩემი გეგმა ჯერჯერობით თან ცუდად მიდის 6 კითხვის ამბის ნახოთ. Don't know how it started, don't know how to stop it. Something comes out of it. Just keep spinning and then okay. Simrena. სიმღერა ანემო ქორია, რომლის ნაწყვეტით დაგირიგდათ მე-16 საუკუნის მოვლენთა შთაგონებული რას სიტყვა შეცვალეთ წინადადებაში. მასკარად ანემო ქორია ეგეთ სიტყვა ალბათ არ არსებობს. როგორც ეს აქ წესი თქვენი მივხვდი, რომ ქორეომანია I dance myself to this. ქორეომანია კი ყველაზე ცნობილი ალბათ მე-16 საუკუნეში იყო, რომ მერეც რაღაც ეგეთი ეპიდემია არსებობდა, რომ ხალხი სიკვდილამდე ცეკვავდა თუ რაღაც წმინდოვიტუს ცეკვა თუ რაღაც ანემო ქორია და ქორეომანია, ეს რაღაც არის პასუხი. ქორეომანია აქ მარტივი იყო, მე ზოგადად ხო აი კიდევ ერთი რაღაც არის კითხვაში არის კითხვები ხოლმე და მე არის რომ რაღაც შევცვალეთ კითხვაში რა. თუ რაღაც ისეთ სიტყვას დაინახოთ რომ არასდროს არ გსმენია თან აბსურდულად ჟღერს სავარაუდოდ ის კითხვა აცვლებოდა და დიდი ალბათობით ან ანაგრამა ან რაღაც ეგეთი ანაგრამა არის რომ ერთ სიტყვის ანუ სიტყვები ასოები იგივეა, მაგრამ უნდა გადაანაცვლო და რაღაც სხვა სიტყვას იღებ. ან ანაგრამა რა, ან რაღაც ეგეთი უნდა ეძებოთ რა, ანუ პირველი ინსტინქტი გირჩევთ რომ იყოს რომ რაღაც გიგებდნენ აცვლება და სიტყვა არ აბსურდი არაფერს ნიშნავს. ეძებეთ იმ სიტყვაში რაღაც ან ასოები ან ანაგრამა ან რაღაც შეატრიაც ის ეგეთი სიტყვა უკვე მოწაიკითხა და ასე შემდეგ. ისევ თამაშობ რჩევებს არ უნდა გავცემდე, მაგრამ რავი, გავცემ მაინც. ბედეკერი უნდა მიყო. ანაგრამი პირად თქვა. ეს ანუ ის ხო რა თუ იცი ეგ მოვლენა. კითხვაზე თუ რომელ კონკრეტულ წინგს შესთავაზებდნენ ერთმანეთს ხალხებს სტალინმა დაასახელა კაპიტალი. რუზველტმა კი აღნიშნა ვისურვებდი საბჭოთა კავშირში ხალხს X-ი წაეკითხა. ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ X-ი იყო პირველი ამაზონი. დაასახეთ X-ი ინგლისური სიტყვების გამოყენებით. Okay, სტალინმა უთხრა კაპიტალი, რუზველტმა აღნიშნა საბჭოთა ხალხს X-ი წაეკითხა. არ ვიცი, ამაზონი, X-ი პირველი ამაზონი. სადაც ონლაინ ხდება რაღაცების გაყიდვა, ხო, ანუ სადაც რაღაცები იყიდებოდა. წიგნი რომელიც გასწავლის როგორ გაყიდო. ხო, სავარაუდოდ ამ უთხრა რომ კაპიტალი იმან რაღაც ალბათ ამან უთხრა რომ არა კომუნისტური წაიკითხეთ. ანუ გონია რომ აქ ხატრული წიგნი იყოს რა, უბრალოდ ვერ ხვდები რა შეიძლება იყოს ინგლისური სიტყვის გამოყენებით. კარნეგის წიგნები არ არის რაღაცა აინ რენდი და რუზველტი 30-იან წლებში რას ურჩევდა, არ ვიცი რას ურჩევდა. სამწუხაროდ ვერ მივხვდი.
CRC-ის კატალოგი, აი ეს პირველად კარგი. შეხვედრა და დასმული კითხვის შემდეგ ასებუნა, რომ ეს უპასუხებდა, მაგრამ ამერიკული პროფილიანი შოპინგ ცენტრის CRC მუზეუმის ტენების გაცემა. არა, ეს საინტერესო ფაქტია, რაღაც კატალოგი ურჩია, ხო, მაგას ხვდებოდი, რომ არ იყო რაღაც ეგეთი, რომ ხვედროდი რაღაც და კონკრეტულად ვეცოდი, რომ ეკონომიკაზე ანტიკომუნისტურ წიგნს ვერ გავიხსენე ვერაფერი. ხო, ეს თუ იცი, ეს საინტერესო არ მოსულა არსად, მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში ეს ორ სიტყვიანი შეთანხმება და ეხანი ვთამაშობ 10 წელზე მეტი. სიახლეები ყოველთვის კარგია მისალმები რა. ანუ X ინგლისური CRC თუ გვარია, ჯობდა გვარის გამოყენებით ალბათ რაკაც. Ну, მაგრამ CRC. ალბათ აკრონიმია, ხო. კარგი იყო მოკლედ მე მომეწონა ვერავიღე ასმენია, მაგრამ მომეწონა რომ იქ არ ვიტყოდი რამე ვაყოფით ალბათ და ეხლა სახლები კარგია, არ იცი რაღაცებს გავიქებ. არ მქონდა მას მაგაზე წავი რეაქცია, ხეთქვა ლოგიკური იყო. მიმართულებას შეიძლება მიხდარიყო. მე თუ რაღაცა მიცის აიღებ თუ ვეღარ მიცის ვერ აიღებ. ფილმში ოპენჰაიმერი მთავარი გმირი ამბობს, რომ ვერნერ ჰაიზენბერგი იმდენად უსწრებდა ამერიკელ მეცნიერებს, რომ ამერიკელთა ბოლო იმედად X-ი რჩებოდა. X-ი პირველად გერმანულ ბეჭდურ მედიაში გამოჩნდა, როგორც სხვა სიტყვის სამეცნიერო ანალოგი. დაასახელეთ X-ი წინსართიანი სიტყვით. ვერნერ ჰაიზენბერგი გერმანელი მეცნიერი, გერმანელი ფიზიკოსი იმდენად უსწრებდა, რომ ბოლო იმედად რჩებოდა. ფალსტარტი რაღაც ეგეთი ან უსწრებდა, ხო, ან გასწრებაზე აქცენტი გაკეთებული. რაღაც ან შეიძლება ეგეთი ხატვანი შედარება არ იყოს. ბლიცკრიგი, ან გერმანულ მეცნიერებაში თუ გადმოჩნდა სავარაუდოდ გერმანული სიტყვა. ან არ ვიცი, სხვა სიტყვის სამეცნიერო ანალოგი. რაღაც სიტყვა, რომელსაც სამეცნიერო გერმანული სიტყვა, რომელსაც სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს, სახლობით ეგეთი. მე რომელიც არ გამახსენდა. ფასტარს ავფიქსირებ. მეც არ იქნება. Antisemitism. Okay, გერმანია გასაგებია. პერიოდი გასაგებია. Okay. ვერნერ ჰაიზენბერგი კონკრეტულად რა შოას ერთი მეცნიერი უსწრებდა, ხო? აქ კითხვაში მოკლედ რაც პრობლემა აქვს. კითხვაში თითქოს ერთი მეცნიერზე იყო საუბარი. და ეს მეცნიერი სხვა მეცნიერების ეყრდნობა და ეგ არ ჩანდა, ხო, თორე გერმანულ იმაში რომ ამ პერიოდში რომ ებრაულ წარმოშობის მეცნიერი იყო და ემიგრირდა მე ზოგი ამერიკაში და ზოგი სად ეგ ხო ცნობილია უბრალოდ აქედან არ ჩანდა. აქ მეგონა კონკრეტულად ჰაიზენბერგზე იყო აქცენტი გაკეთებული, ამიტომ ანტისემიტიზმი უნდა პრინციპში ანტისემიტიზმი ხო მაგაც ლოგიკურია რაღაც სამეცნიერო საფუძველის მოძებნას ცდილობდნენ ანტისემიტიზმისთვის, მაგრამ არ ვიცი როგორც პასუხი მართლა მომფიქრდებოდა ამაზე. და ხო, აი ოპენჰაიმერი უნდა კარგი ფილმია, ნახე მაგ კადრი კინოში, კარგი ფილმია. იქ
დიდა ხო ცოტა დავიღალე მაგრამ კარგი ის არის. Ну, კარგად არის რა, მე ყველაზე მეტად ის არიჩარდ ფეინმანს ვინ თამაშობს ის ბიჭი მომეწონა, სუცოდავს, ორჯერ თუ სამჯერ შეწება ერთი-ორი წუთით კადრში, მაგრამ ან ძალიან ორგანულად თამაშობს. ოკეი. ლერიული გადახრება გადავედით. იუდენჰასი. იუდენჰასი, ოკეი. ერთ სიტყვაში ნახსენებია, რომ 1907 წლის 23 ფებრუარში შეიძლება ჩაითვალოს ქართული ფეხბურთის დაბადების თვეს, რადგან ოფიციალურად გამოჩნდა X-ი. კოტე გოგიშვილი გიორგი ქინქლაძეს, რომელიც მათ საკუთარი ტალანტი ლამაზ ფრაგმენტებად დაშალა, ადარებს X და ასახეთ X-ი ერთი სიტყვით. ხო, ნუ აქ ვიცი რომ ერთ-ერთ პირველ ქართულ კლუბს თუ სპორტულ გაერთიანებას კომენტა ერქვა და გამოჩნდა კომენტა, ანუ რაღაც ისიც არის, რაც აზე კომენტა ჩანს. ოკეი, ნუ კომენტა რო შემოდის იშლება, არ ვიცი. რა ფრაგმენტებად იშლება თუ რა. ასავარაუდოდ ხო აბას საკცაა. ადარებს ქინქლაძეს ლამაზ ფრაგმენტ, უბრალოდ ლამაზი არ მოუწონს. ცოტა ვიღაც ხარ დაიბადა. მე კომენტა მგონია მაინც რა რატომაც ოფიციალურად გამოჩნდა. აი, კანონ ლამაზ ფრაგმენტებში არ მოუწონს, ანუ ზოგადად არ ვიცი ვიზუალურად, აი კომენტა ზუსტად როგორია და რო იშლება ლამაზ ფრაგმენტები აქვს თუ არა. ნუ შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება არ ვიცი. ძალიან ჩავაცვიდი არ კომენტას, ნუ კიდევ ერთ მინუსი ალბათ მაინც კომენტას დავფიქსირებ, არ ვიცი. თუ არ არის ალბათ თქო მაინც სხვას ვერ მოვიფიქრებ. ოკეი. ხო, ოკეი, ეს ლამაზ ფრაგმენტების კომენტარს წავიკითხო და კიდევ რაც არის, ეს ჩემთვისაც ვეუბნები და მაინც რომ არ ღირს რა ერთი ვერსია გასაგებია, კარგია, მაგრამ თუ ბოლომდე რაღაც არ მოგწონს, ალტერნატივებზე უნდა ვიფიქრო, რა რთულია ხოლმე ამ დროს რომ გინდა რომ რაღაცები თქვა კიდე რომ გამყარა შენი აზრი, მაგრამ ზოგჯერ ეგეც არის რა რაღაცებზე უარი უნდა თქვა და ალტერნატივები ეძება. ოკეი, და მოდი აბა გავიგო ერთ რაშუაში ლამაზ ფრაგმენტები. კომენტის გაიგო, მაგალითად, ეს ლამაზ ფრაგმენტებად დაიშალა. ეს მაინც ვერ მივხვდია. ეს თითქოს გაბონის, არა, ეს კითხვაც უფრო ცოდნაზეა რა. თუ იცი რომ რაღაცა კომენტა იყო პირველი რაღაცა ეგეთ სპორტული გაერთიანება, მარტივად იღებ რა. თუ არ იცი, მე რა შვები, დავშვა და არ ვიცი. აქ რთული დასაგენერებელი კომენტა. მოდი ამას თბილს ჩავიწერ. ოკეი, და არსებში სამომავლოდ. ხო, ეს გასაგებია რა, ნუ კომენტა იცი, ან არ იცი. და ამასე კითხვა, ლოგიკურად, ანუ თუ არ იცი, შენც რთული წარმოსაქმეა კომენტა როგორ რატომ უნდა დაწერო. მართლა გამოჩნდა. ოკეი, მოკლედ ალბათ სადღაც რა წამიკითხა რამდენი წლის წინ თუ რა ვიღებდი კითხავს. ოკეი. $1999 წელს აშშ-ში გამოჩნეული ჟურნალის გარეკანზე ხვდებით წარწერას. იაპონია იწვრება X-ში. ამავე გარეკანზე ხვდებით ჩირაღდანიანი ქალბატონი გამოწყობილი გეის ერთსამოში. X-ი ოფიციალის სიტყვა. ეს არ ვიცი, იჭრება X-ში. 1999 ესეც წელსაც ხო არ აქვს რამე კონკრეტული მნიშვნელობა იაპონია-ამერიკის ურთიერთობაში, მაგრამ ვერ ხვდები ეს კონკრეტულად. შეიძლება კი, შეიძლება არა. იაპონია იჭრება X-ში. შეიძლება შეიჭრას. იაპონია დავუშვათ ვიდეო თამაშები, ხო? 80-იან წლებში ამერიკული ვიდეო თამაშების ბაზარს რამე არ ქვია. ფილმები, ჰოლივუდი ვითომ.
Holy და what კი ბატონო არის ორფუძიანი სიტყვა, მაგრამ შერავდნიანი თავისუფლების ქანდაკება. შეჭრა ან რაღაც ბაზარზე შედის რა ან ფილმების ან რაღაც ეკონომიკური ან თამაშების მოდი ხალხი უცდაობს. ამას ცოტა პრიმიტიული body shit. ან მარტი გეიშას და შერავდანს ვერ ხვდები. Columbia Pictures ხალხი დებილი ვარ. ჩიტე არა Columbia Pictures წავალი. ახსოვს როგორია დიდი ხანი არ მინახავს ფილმები. Pictures machines. მაგრამ ესეც მარტივად გენერირდებოდა. ხო რაღაც იაპონელი უბრალოდ არც მაინტერესებს და ის არის იაპონელი მაგ პერიოდში. ამანამდეც პერიოდში იაპონური ფილმი ალბათ გონი რა იქნებოდა ამერიკულ ბაზარზე. ეს წელი ხო წელიც უბრალოდ პერიოდის გაფილტრაში მაინც გეხმარება. მაგრამ არ არის რთული კითხვა რა უბრალოდ უნდა იფიქრო რომ ამერიკულ ბაზარზე შევიდე შეიძლება შესულიყო იაპონია და მე რაღაცას არ შემოვიდოდ რომელიც ორფუძიანი ინგლისური სიტყვა. ანუ აქ არ ვიცი ვინც პირველად თამაშობს ან პირველად მიყურებს კი არა და პირველად ვიყურებს რა თქმა უნდა პირველ ვიდეო და ის არის რომ X-ი არ დაგაბნევთ და რაღაც უბრალოდ სანიშნავს ხოლმე თამაშიც დაიწყოთ. ანუ ეგ შენ გამოცდილებით რომ X, Y და რაღაცები ძალიან აკნოს და არაფერი რა უბრალოდ რაღაც სხვა სიტყვა შეცვლილი ეგრე ფიქრობ. იაპონელი მოხეტიალები მოაწყე კითხვა. იაპონელი მოხეტიალები ბოძოები რომლებიც სემებიანი საკრავის აკომპანიმენტზე ასრულებდნენ თავიანთ რეპერტუარს, იყვნენ ბრმები. სურაბ კიკნაძის აზრით, ეს მახასიათებელი ქმედითი ფაქტორია და მნიშვნელოვნად ამდიდრებს დაასრულეთ წინადადება ანგლოსაქსური კომპოზიტით. უცნაურია ბოდიში ანგლოსაქსური კომპოზიტი ეგეთი ფორმულირება პირველად შემხვდა. მნიშვნელოვნად ამდიდრებს რას? ხო, ოკეი, მოდი დავუშვათ ლოგიკურად რომ მივყვეთ რომელიც სიმებიანი საკრავები, გვაქვს სიმებიანი საკრავები, იყვნენ ბრმები, მახასიათებელი მნიშვნელოვნად ამდიდრებს. Ну, სავარაუდოდ კარგი სმენა ქონდათ, თქვა კარგად უკრავდნენ ხო სიმებიან საკრავებზე და მნიშვნელოვნად ამდიდრებს. რამე თეატრალური დასი ხო არ არის რა, ესენი დავუშვათ მოხეტიალები რახან არიან, ამდიდრებს რას მიზანსცენას, რაღაც ეგეთი, რაღაც წარმოდგენა, თეატრალური წარმოდგენა, რომელიც პიესა, რაღაც ეგეთი თეატრზე გონია რომ რაღაც დასის წევრები არიან რა. და ან შოუს დგამენ რაღაც რა კონკრეტულად რა შოუ ვერ ხვდები, მაგრამ ეგეთი ინტუიცია მაგას განახობს. вообще, ფოლკლორი. ანგლოსაქსონი ფოლკლორი, ანგლოსაქსონი. Okay, that's got no okay. The home nice character. I am very certain text it's a kind of magazine fikri ხანად ქონდა ეგ. რომელი კითხული იმახსოვრებდნენ ზეპირად ყვებდნენ, okay, ფოლკლორი ეგარი რომ რაღაცები ზეპირად გადაეცემ ერთმანეთს. ეს კარგი კითხვა იყო. ანგლოსაქსონმა დამეფნია რაც წმინდა ეგეთ სიტყვაზე. მგონია რომ არ საჭირო იყო რა ანგლოსაქსონი კომპოზიტი არ საჭირო, ანუ დაასრულა წინადადება რაღაც უფრო საინტერესო შეიძლება რა, ანუ ფორმულირება თორე თვითონ კითხვა ძალიან კარგი იყო. ხო, ფოლკლორი ან ბრმები არიან იმახსოვრებენ კი ბატონო. Okay, ტექსტის ნაწილი გამოჩნდა. მოკლედ ეს ძალიან კარგი კითხვა იყო. ეს ცოტა დამნია, მაგრამ ლოგიკური და მარტივი რა.
ნორმალურ მოთამაშეს უნდა დაეღო. წავიკითხა ღმერთო ურანტიკან ვარსკვლავს მოწყდი სპორტსმენის ნიჭისა და უნარის თავმოყრობის ერთადერთი საუბრისას სამ ძეგლია ურანტიკან ვარსკვლავს მოწყდილი ვარსკვლავი უწოდა ხალ სავარაუდოდ დავწერდი მაგრამ არ მინდა ხალ სამწუხაროდ დაიღო გამგანი თაზეასის ფოტოგრაფია იყო და მთასველი თავის ნამუშევარი ძეგლია აქ უბრალოდ ეს მობნევდა ერთი კონკრეტული ნამუშევარი აქ თუ ნამუშევრები აქ ესე ეს ლექსი ცნობილია მომალებად სავარაუდოდ დავწერდი მაგრამ ახლა მama ეს ძეგლის და ძეგლების ამბავი მაინტერესებთ კომენტარი ფცამი მიხეილ მესხიუტეს ხო ოკეი ეს ფოტო არ ვიცოდი შეიძლება მაგის გამოც არამერჩია მაგრამ ალბათ უფრო მილექსი ხო ფაქტად ვიცოდი მან კოლეგა ალბათ ესეც საინტერესო ფაქტი იყო რომ ობიექტურად ეს ფოტო არ ვიცოდი თამით ეს კონტექსტის გადახება ბევრი საინტერესო ფაქტია ანუ რაც პირად გავიქე ამიტომ ხო ეს ალბათ შეიძლება ალბათ ავიღებდი ალბათ ვერ ავიღებდი არც ნახოთ ახლა ვეღარ გავიქებთ მოკლედ კარგი ფაქტია ეს და ალბათ მომწონებოდა ამ კითხვაზე რომ მეთამაში ვიდეო თამაში გავრცელებული ტერმინი X-ი პოლინეზიური კულტურიდან მომდინარეობს და ზებუნებრივ ძალას აღნიშნავს. ერთი ვერსიით X-ი გამოსვლასთან ასოცირდება. დასახედ X-ი. არ მინდა ვიფიქრო რომ ჰაკა. გამოსვლასთან ასოცირდება, რის გამოსვლასთან? გამოსვლა როგორც ეგზოდუსი და ბიბლიასთან ხო არ არის რა ასოცირდება თუ მოთამაშეები რო გამოდიან მაგასთან ეს ან დავშვათ პოლინეზიური ტერმინი ოკეანეთი ავსტრალია ახალი ზელანდია და მიმდებარე ტერიტორია რა შეიძლება იყოს მან გავრცელებული ჰაკას გარდა თუ რაღაც ეგეთი სტანდარტ სვირინგი ეგეთი სიტყვები. ზებუნებრივი ძალა არ ვიცი მოთამაშეებს თვითონ ზებუნებრივი ძალა ან ძალიან ის ჰაკას ძალიან უტრიალებად არ მომწონს. მაგრამ არ ვიცი რამე ღმერთი მაშინ დუეინ ჯონსონი რო არის მან ემოციაში ღმერთს რა ქვია. მავი ქვიან გონმარა კაფეშია. და ის ჰავაიას ერთად. ოკეი. მოდი ჰაკა იყოს არ ვიცი რანაირად. ექსოდუს ყოფილი. my magic. არ ვიცი და თამაში. არც ახლოს ვარ. თუმცა არ ვიცი რამდენად გავრცელებული ტერმინი თუ გავრცელებული ტერმინი შეიძლება დააკავშირო რა. პოლინეზიური ან ბიბლიოთეკა. მან ხარ მეორე ნაწილში შეიძლება და ექსოდუსს ფიქრობდი
მაგრამ არაფერი მიფიქრე ეგზოდუსზე, რომ მაგიასთან ყოფილი. მაგიასთან მანასაც ვერ დავკავშირდი. ეს ამ კითხვაზე თავს შეიკავებ, იმიტომ რომ პირველ ნაწილი არ ვიცი, ვიდეო თამაშობს, რამ ინტერი გავაკეთე. ფაქტია ჩემთვის რთული იყო. Okay. Stosujemy. Okay. ოლიმპიას შეფასებისას გუსტავ კურბემ აღნიშნა, რომ ის ბრტყელია და მასში არ არის არანაირი მოდელირება. და მან კი ხუმრა, რომ კურბეს რომ უსმინოთ იდეალი X-ი იქნებოდა. როგორც X-ი ერთ კომპლექტში 16 X-ია. დაასახელეთ X-ი ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვით კომპლექტი. ოლიმპიას შეფასებისას გუსტავ კურბემ აღნიშნა, რომ ის ბრტყელია. ოლიმპია არის ცნობილი ნახატი, ხო? ოლიმპია ღმერთო ჩემო, დამავიწყო ვიზუალურად როგორ გამარჯვება. ну მოკლედ ის ბრტყელია რა არის ბრტყელი ხო თოდი ოლიმპიაზე მოკლედ არ ვიცი არანაირი მოდელირება დედამიწა რაღაცა იდეალი X იქნება როგორც ეს ერთ კომპლექტში 16 X და ასახთ X ერთსა და იმავე ასოც ერთ კომპლექტში არის კომპლექტი ჭადრაკი და უშუალოდ 16 რა არის ბაიკი, ანუ არა ბაიკი არც პოპულარული იყო მაგ დროს. დედამიწა ოლიმპია. დედამიწა არის გამოსახული თუ ოლიმპიაზე. ამას დავიფიქრეთ, ნახეთ ვიზუალზე ფიქრობდი, არ გამახსენდა. ის რა არის დედამიწა ბრტყელი ოლიმპია ბრტყელი დედამიწა ბრტყელი ეს უნდა ექსპერტი თამაშს ფიქრობ მაშინაც ბილიარდი ეგეთი პოპულარული იყო საფრანგეთში ამიტომ შეიძლება გამოთამაც არის ან არ ვიცი მოკლედ ეს კითხვაც ვერ მივხვდი აშკარად მაინც ვერ ავიღებდი დედამიწაზე და სიმკაზე ფიქრობდი მაგრამ ბილიარდის სპორტს ანუ მეორე ნაწილით უფრო იღებ ერთ კომპლექტში ხო კონკრეტულად ბილიარდის რომ სახეობაში მაგრამ არ ვიცი ასეც რთული იყო მეჭის კომენტარის გაკეთება რა არ ჩანს პირველ ნაწილში ხუმრობის არსი და მეორე ნაწილიდან უფრო იღება ასე ფიქრობ tourist followed its first word near cathedral spangers followed its first tourist okay okay რაც ამასაც ალბათ გამიჭირდებოდა დაღმილი ვარ დაღლას ვარ დააბრალე კარგი მიზეზია
ხო, ბედეკერები რა, ტურისტები ხო, ერთხელ ტუდია ტურისტები, მეორე მხრივ ბედეკერებს ვიყენებდნენ ხო, რაღაც მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის მიიღო. ესეც ძალიან კითხვა იყო რა. რასაც დასამბულო დორსკლავს ის გამოყენებით ხო? ძალიან კარგი და ლოგიკური კითხვა იყო, თან ერთ-ერთი პირველი იქ იყო ბედეკერის გზამკვლევზე. სამწუხაროდ სამკვლევ ავიღე. ნახოთ შემდეგი 12 როგორი იქნება. ხო, ну 11 უნდა მქონდეს რომანი. დაწესეთ 19 რო ავიღოთ 11 უნდა ავიღოთ. ოკეი. 11 თუ ავიღოთ ტურში. საინტერესო იქნება. მაგრამ არ მგონია. ხო, ну პირველი მიზანი გარეო პასუხები არ ნახო. მაგას თუ შეძლო მე შეიძლება რაღაც იყოს. კარგი, ერთი სტატია გვიწოდებს ცნობილი რეჟისორის შემოქმედებას მიუდგეთ ისე, როგორც ამხილის მირთმევას. შეიძლება არც ისე მარტივია, მაგრამ თუ დაივიწყებთ მოვალეობას და უბრალოდ დატკბებით რიტუალურ ატმოსფეროს, მხიარულებას და ეროტიკასაც კი შეიგრძნობთ და ასახეთ ეს ხილი. პროცეული მგონია. სერგო ფარაჯანოვი. რიტუალური ატმოსფერო, მხიარულება და ეროტიკა. რიტუალური ატმოსფერო, მხიარულება არ ვიცი, მხიარულება და ეროტიკა. ეროტიკაც თითქოს არც გავს რა, რაღაც ხილი რომელთანაც ამ ფილმის სახელი ასოცირდება ამის. მარწყვი ხო არ არის, ბერგმანი და მარწყვრის დელო ხო არ არის, ფიქრობ ახლა. რახან ქართულია, პაკეტია ქართული ავტორის პროცესს. ნუ მაგარ შორის ფიქრობ რა რეალურად მარწყვის შეიძლება არც ისე მარტივია, მარწყვის ნუ ხილის მირთმევა არც ისე მარტივია. ალბათ პროცესის ჩამოფრო რთულია ვიდრე მარწყვის მაგით ავარჩევთ. იყო ეს პროცესი. ოკეი. ასაბერები. ხო, კი ეს ხო რა. მოკლედ ამას პლუს დავიწერ. ოკეი. უბრალოდ აქაც ხო საინტერესოა რა პროცესი შეიძლება რაღაც თარჩევა რა რთული ჭამა არ ვიცი პროცესის არაფერს ჭამის რთული მეტად ეგეთი რთულები მქონდეს. ნუ ხო მარტო ეროტიკა უბრალოდ ეროტიკა და ის ვერ ჩავს ცოტა მხიარულება ფარაჯანოვის სტილში. ეროტიკა უფრო შეიძლება. ამიტომ ხო არ არჩევ შეიძლება და ნორმალური კარგი კითხვა იყო რა. მოკლედ ამაც უც მეგონა რატო X-ის აღებით სულაც არ ყოფილა პროფესია, მან უბრალოდ სამთრის ბაღების პროექტირებისას პრობული ცოდნა და შენობის ასაგება 1800-ს გამოიყენა, საკულტო შენობის ასაგება 1851 წელს და ასახეთ X-ი არის სიტყვით. ნუ ეს წმინდა ცოდნით ვიცი რომ 51 წელს აიგო კრისტალ პალასი სოფლიო გამოფენისთვის ინგლისში. არ ვიცი, სამთრის ბარ ყოფილა ხო? სამთრის ბაღებს რა სჭირდებოდ? სათბური შუშა, კრისტალ პალასი. ახლა ლოგარან ლოგიკა არ მქონია, უბრალოდ ვიცი რომ ადრე ჩართო და მოვიწყო კრისტალ პალასი ეგო მოგწეს. წელი აქ არ ვიცი, ძალიან ცნობილია გრანჯერ მოსულა რომ რაღაც 51 წელი სოფლიო გამოფენა კრისტალ პალასი რაღაც ეგ კავშირი.
51 წელი და შენობა თუ მოვა შეგიძლიათ მარტივად კრისტალს დაწეროთ. 90% სწორი იქნება. ახლა შეიძლება დარჩენილ 10%-იც. მოიცა, ერთიათ წამს ვიფიქრებ, ქართული ხო არ არის. რომელიც შუშებიანია, ოპერა, ხომ მაგდაც ცოტა თეატრი გაიხსნა, ერთ წელს მე გიორგი რისთავი თუ ერთ წელს. მაგრამ არ მახსოვს ვიზუალურად როგორ გამიყურებოდა ამიტომ კრისტალ პალასი. პროცესახლე. კრისტალ პალასის პროცესახლე, ოკეი. ხო, აქ უბრალოდ წელი იყო, ისე კარგი ფაქტი იყო, უბრალოდ წელი ცოტა ამარტივებდა. მოიცა. ერთ საფეხბურთო გადაცემაში წამყვანი 1898-99 წლების სეზონის პარმას, რომელმაც გზა გაუხსნა ბევრ ვარსკვლავს, ადარებს 60-იანი წლების მუსიკალურ კოლექტივს. ცნობილია, რომ კოლექტივის სახელის ერთ-ერთი ინსპირაცია იყო ჩარლი პარკერის მეტსახელი და ასახავდა ეს მუსიკალური კოლექტივი, ხო? მუსიკა არ ჩემი ალბათ ერთი იყო სუსტი სფერო, ამიტომ არ ვიცი. 60-იან წლებთან დაკავშირებით ბიცი მოდის, ხო, ბიცმა გზა გაუხსნა ბევრს და იმთო გავლენა მოახდინა, მაგრამ ჩარლი პარკერის მეტსახელი იყო ბირდი, ხო, ჩიტი. ჩიტი უნაირიოს ბირდს არ მახსოვს 60-იან წლები. პარპადან წამოვიდა ბევრი ვარსკვლავი, ხო, რაღაც ეგეთი ჯგუფი იყო, სადღაც მახსოვს, რომ იარდბირდსი თუ რაღაცა, რომელშიც ბევრი ცნობილი ის უყურავდა გიტარისტი, მართლა რობერტ პლანტი, თუ რაღაც ეგეთი ჯგუფი იყო, რომელიც ხო, ან რაღაც გონი ძალიან ბევრი ცნობილი მუსიკოსი იყო, ერთად თავმოყრილი და ძალიან ცოტა ხანი ასწავლა, მგონი 50-იან 60-იანების მიჩნევაზე. და ბიტსი არ არის ერთ-ერთ ვარიანტში, ბირდსი არ არის, არ ვიცი, ეგეთი ჯგუფი თუ არსებობს, იყოს იარდბირდს, თუ რაღაც ასახელი არ მახსოვს, იარდი იყო, თუ არ ვიცი, მეტი ამას დავაფიქსირებ. იარდბირდს. ოკეი. ხო, საინტერესოა. ეს ქუჩები არის ვიწყებიან. Jim Page Robert Plant, sound. Okay. ხო, ეს კარგი კითხვა იყო, ამიტომ ყველაფერი ჩარლი პარკერის მეტსახელი უბრალოდ ძალიან ცნობილია, რომ ბირდი იყო. ამერიკიდან რაღაც ჯგუფით 60-იან წლებში თუ გახსენდება, რომლის სახელშიც ბირდი ორევია. რეალურად მაღაზია და დისკითხვა. მაგრამ ამაზე შედარება მე მომწონა. და კარგი თემატიკა არა საფეხბურთო და მუსიკალური თემატიკა, რომ ერთიანდება მიესალმები მიუხედავად იმისა, რომ მუსიკაში არც ძლიერი ვარ, მუსიკაში ძლიერი ვარ, ასე ნიშნავს სულად არ მსმენ მუსიკას. მოკლედ. ხო, კარგი კითხვა იყო მომეწონა და თემატიკა მომეწონა რა. მუსიკის და საფეხბურთის ერთიანება კარგია, თანაკვეთან. ვენის დიაგრამაში კარგად ჩდება. ოკეი, მშვენიერი. პოპულარული მუსიკოსი და celebrity Frank Ocean-ი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში ამბობს, რომ ერთ სანთებელებს X-ამდე არ გაიკარება და ასახეთ X-ის ამის სიტყვით, რომელთაგან ორი ერთსა და იმავე ასოზე იწყება.
Okay, no პოპულარული მას Frank Ocean, okay, ვიცი, ვინც არის, ხედავთ იმის რომ მუსიკა. აი, ეს ნაწარმოები შემოსწრეთ თეთრი სანთებელები რა არის. აი, გავიცი თეთრი სანთები. X-ამდე არ გაეკარება და ასახეთ X-3 სიტყვით, რომელთაგან ორი ერთსა და იმავე ასოზე იწყება. პასუხი თითქოს გავს, რომ ეს არის 28-ვე დაბადების დღე. No, 27 არ მოკვდეს, 27 წლის არ მოკვდეს, რომ გადალახოს იქ, რომ კლუბში არ მოხდეს პროსტა. 28 კითხვაც არის და შეიძლება ნომერის ამატებით ვინიშნება. Okay. ანუ იმას ვერ თეთრი სანთებელები რა არის, მაგას ვერ ხვდები. ტორტზე რო აიგენია სანთებელები თუ სანთელი ხოლმე იყოს. თეთრი სანთებელები არ ვიცი რა არის. სანთებელა. ანუ ესეც ძალიან უწყლში მითავება. ერთი მიმართულება, ერთი ის. იყოს 28-ვე დაბადების დღე. 28-ვე დაბადების დღე. თეთრი სანთებელას იყო. და თუ მაგას ატარებ 27-ის. ხო, უბრალოდ თეთრი სანთებელა აქ ძალიან ნაკლებად გეხმარება, უბრალოდ პოპულარული მუსიკოსი და 22 კითხვა რა. როგორც ასე კითხვის ნომერისაც რაღაც ის თუ არის, უნდა დააკვირდეთ, ხო მაგალითად შეიძლება ვერსია გქონდეს 27 დაბადების დღე, რომ 27 აღნიშნოს რა. მაგრამ 22 კითხვა რა ხანა შეიძლება თუ ორი თანაბარი ვერსია შეიძლება იფიქრო რომ და სწორედ უნდაც ფიქრობ რომ მოდი 22 კითხვა და 22-ს დავწერ რა. ხო მოკლედ ეგ არის აქ ხომ კარგი კითხვა იყო, კარგი ფაქტი, ესეც ვფიქრობ თქვა თეთრი სანთებელებს რა ატარებენ მუსიკოსები თუ ატარებენ და ეგეთი ლეგენდა წარმოიშვა, ხო ბევრი ეგეთი არ უჭირს ხალხს ეგეთი რაღაცების მოფიქრება ურბანული ლეგენდების რა, ამიტომ არ ვიცი. 22-ვე დაბადების დღე. ახლა მომეწონა ეს კითხვაც, მარტივად იღება, მაგრამ საინტერესო და არის დასტრიალებელი მაინც. დატრიალებაში გულისხმობა, რომ რაღაცები უნდა მივშედო, გაფილტრო და ასე შემდეგ. ერთ დოკუმენტურ სერიაში აღნიშნულია, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კაკაბაძის ბურჟუაზიული იდეოლოგიის ქანდაკებლობა დასწამა, რადგან მის პეიზაჟებში X-ები იყო ასეთი X-ების შესაძლებლად დასაშვები ყოფილიყო მხოლოდ კოლექტივიზაციამდე და ასახელდა ასეთი X-ები ორი სიტყვით. დავით კაკაბაძე ასთან ცოტა ზოგადი ის არის, არ ვიცი, ასეთი X-ები. ასეთი X-ები დასაშვები იყო. კოლექტივიზაციამდე კოლექტივიზაციის მერე ყველაფერი საერთოდ გახდა, ხო, სადღაც 28 წლიდან დაიწყო 20 წლების პერიოდიდან. გამბები და მანამდე არ იყო დასაშვები. Okay, ანუ კაკაბაძე ხატავდა, ხო, ის რო იყო, ანუ ფერადი კუბიკებით რო არის ველები დაყოფილი რა. ეგ ხო არის მინდვრები იყო დაყოფილი და უშო და ასე ვთქვათ. ან რაღაც ეგეთი რა, ანუ იქ პეიზაჟებია რო ფერადი კვადრატებია რაღაცნაირი თითქოს ყველასათი და ეგეთი რაღაც არ შეიძლება და საერთოდ უნდა ყოფილიყო და ერთიანი. სხვა არ ვიცი პეიზაჟი, ანუ იმერეთი დედაჩემი იქ არაფერი და სხვანაირი პეიზაჟები არ ვიცი თუ აქ იყოს X-ები იყო ასეთი და ხედავთ ასეთი X-ები ორი სიტყვით. გაყოფილი
არც გაყოფილი ველები ან მინდვრები ან რაღაც ეგეთი სინ პასუხს ავარჩევდი და იყოს მოდი გაყოფილი მინდვრები. ვიცი. ეს რეალურად არ მომეწონა ეს კითხვა მოგდიეთ ბოდიში და აქ უბრალოდ ჩემ პირადი აზრია და რაფერი უბრალოდ ვიტყვი რომ არ მომეწონა. ხო, ამიტომ ანუ იქ შორის ეს ძალიან ზოგადია რა რაღაცები აქ. მგონია რომ მან ყველაფერი მგონი მივხვდი რადგან იყო საუბარი ჩამოყალიბება ორი სიტყვით ფერადი კვადრატები უნდა დაწერო თუ ის მინდვრები როა დაყოფილიან რაღაც ეგეთი ან რაღაც ანუ ამაზე კონკრეტული მინიშნება არ ყოფილა, ამიტომ შეიძლება მარტივად ჩავიდო ეგეთი კითხვა მაგის გამო რომ ზუსტად არის ანუ მეტ კონკრეტიკას მოითხოვთ ან მეტი არაფერი საინტერესო ფაქტი იყო ხო ესეც რა მაგრამ ხო კიდევ ერთხელ გამეორებ რომ პასუხი უფრო უნდა ყოფილიყო მეტად ფორმა კონკრეტიზებული ასეთი იქცევენ რაღაც ფერადი კვადრატები ან რაღაც მინიშნება უნდა ყოფილიყო რომ ჩათვლილი თორდან შეფაქტი ძალიან კარგი იყო. ერთ კომპიუტერულ თამაშში მოქმედება მე-15 საუკუნეში ვითარდება. მისი პერსონაჟი აღნიშნავს, რომ კარგად დაცულ პალაცოში შეღწევა მხოლოდ ჩიტს თუ შეეცდება, რის შემდეგაც პროტაგონისტი მისიის შესრულებას X-ის მეშვეობით ახერხებს. დაასახელეთ X-ი ბერძნული წარმოშობის სიტყვით. ძალიან გავს ლეონარდო და ვინჩის რო იტალია პალაცო იტალიურად ჟღერს და ალბათ პალას რაღაც ეგეთი ის არის ხო შენობა. ჩიტიც რაღაც მექანიზმებს ხო ქმნიდა და ლეონარდომ და X-ის მეშვეობით ახერხებს. თუ ლეონარდო და ვინჩია რის მეშვეობით ახერხებს. რა მერქვა იმ ჩიტს რაც შექმნა რაღაც მე-15 მის პერსონაჟია დაასახელეთ X-ი ორ ფუნქციონალ ბერძნულს. ჩიტი მე-15 საუკუნის იტალიის ჩიტი რა შეიძლება იყოს კიდევ ერთი უნდა შეფრინდე კატაპულტი რაღაც ეგეთი რაღაც ეს ალყო მანქანა ხო არ არის ის შედიან 15 საუკუნეში ან რაღაც სკოლას არ ვიცი ლეონარდოს გავს თითქოს მაგრამ არ მომივიდა არაფერი ბერძნული სიტყვით იყოს კატაპულტი ორნითოპტერი ორნითოზე შეიძლება მეორაუდ მგონი ალბათ ეგ მის მექანიზმი ლეონარდომ შექმნა ჩიტის პროცესს ნიშნავს ორნითო ახლა ეგეთი სახელები რო ქონდა რაღაც მახსოვდა მაგრამ ორნითოპტერი პტეროდაქტილი რთული იყო ორნითოს თუ მივხვდი შეიძლება იორაუდო ბერძნულად ორნითო ოკეი ხომ თვითმფრინავი რაღაცა ვენფრენი ორნითოპტერი თუ არ იცი ალბათ მაინც რთული ამ სიტყვას მოფიქრება რა ისეთ ცოდნასია ნუ ხო მე არ მახსოვდა ამიტომ თუმცა მახსოვდა გუნჩი მე უკვე მარტივია რა მე-15 საუკუნეში ლეონარდო ცოდნაზე ასეთი კითხვებით საჭიროა მე რომ გავხსენებდა და მე ძალიან გამიხარდებოდა მაგრამ ვერ გავიხსენე სამწუხაროდ მოდი გადავიდეთ შემდეგს ერთ საფეხბურთო სტატიაში ნახსენებია რომ X-ი საომარი მდგომარეობის გამო 1992 წელს შვედეთში აფეთქდა X-ის საომარი მდგომარეობის გამო. ნიკოლას დალბის მეტსახელია X-ი
დაასახეთ X1-სა და იმავე დაწყებული არის სიტყვით. მეორე ნაწილი არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ 1992 შვედეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი მოიგო დანიამ, რომელიცაც მეტსახელი არის დანიური დინამიტი. დინამიტი რო აფეთქდა, კარგია, მოდი დარს ჩავთვალო, მოიწყდება. დანიური დინამიტი არის დანიის ნაკრები და 92 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი რა. აფეთქდა დანიური დინამიტი, ოკეი, ნიკოლას დანიშ დაინამიტ. რატომში იყოს დალდახან დაზეწება თუ დანიელია. ამასაც დავფიქსებ დანიური დინამიტი. ძალიან გონი არის სწორი პასუხი. რომაც ეურო მოიგო და დანიელია ნიკოლას დალბი რომელი არც მოსის. არ უყურებებს აქტიურად მობადით. არ კითხვა იყო, ფეხბურთზე საინტერესო კითხვებია, ზოგადად წესი ხო, კარგი საინტერესო ფაქტების მოძებნა ჭირს ხოლმე ფეხბურთზე, ფეხბურთში ძლიერ ვერ ვერკვევი, მაგრამ რაღაცები საინტერესოების მოძებნა შეიძლება რა. მე გულამთიკანაზე და იმაზეც ძალიან კარგი კვეთა იყო მიხეილ მესხზე, ამიტომ იქ მომეწონა ყველაზე მეტად ამ სპორტ არა ის იარბირცი უკეთესი იყო, მოკლედ 21-ის წელს. ოკეი. ერიმ ოკეი რაც გრაფიკი ოკეი დავშევებთ სარეკლამო სააგენტოს სამშრომლობის სააგენტომ თავის საქმიანობას ევოლუციურ ცხოვრებაზე აფუძნებს და სახელად დაწერთ სახელწოდება დასარეგებულ მასალაზე ჩვენ დავფარეთ სარეკლამო სააგენტოს სახელწოდების ნაწილი აღსანიშნავია რომ აღსანიშნავი სააგენტო თავის საქმიანობას ევოლუციურ მოძღვრებაზე აფუძნებს დაწერეთ სრული სახელწოდება აბსოლუტურად ზუსტად ოკეი, დავით ჩართოთ რომ არ ვიცი ადიდასი დავშოთ ადიდასია რაღაცა ევოლუციაზე რა შეიძლება იყოს არ ვიცი დარვინი თითქოს დიდა ადენინი გუანინი თიმინისტოზინი ადიდას RNM-ზე ხო არ არის აქ დავშოთ RNM Adidas ციხლი შოშ აგრესია არ ვიცი RNM Adidas სისულელე აბსოლუტური პასუხი ამ კითხვას საინტერესო ესენციასები უმერთო შორის დაწერთ Homo sapiens sapiens ესენი ხო ეს გამორჩა Homo sapiens უბრალოდ Homo sapiens ადამიანის სახელი ევოლუცია იმაზე არ მეანიშნეს მეცნიერებს Homo sapiens ვეთქვი ევოლუცია არ გახსენდება რა სამცნიერო სახელი ადამიანის და მარტივად გენერირებადი პრომა და sapiens თუ მიხდები მე რო გენერირებადია
არასარეკლამო სააგენტოს მარტივად არ პრომოები გენერირებოდი. ესეც შეიძლებოდა რა, ლოგიკა თქოს სამ ისეთი არ იყო. ამ საპიენს უნდა მიხვდე და მე პრომოს რა მარტივის სიყვა თამაში. მაგრამ ესეც არ იყო რთული. რა კარგი სათამაშო კითხვა იყო, მაგრამ ესეთო ხოლმე ეს მასალე რა ვთქვი, მაგრამ შემიშალა ხელი, მაგრამ მაინც რა ვერაფერი. კარგი, გირჩევთ ჩაიწეროთ. 2012 წლის მექსიკის საპრეზიდენტო კამპანიაში მმართველმა პარტიამ აქტიურად გამოიყენა რომაული ტექნიკები, მათ შორის ტვინის სიხშირული ტალღების, კანის რეფლექსების, გულისცემისა და სახის ემოციური ექსპრესიის ანალიზი. წინადადების ერთ სიტყვას ჩვენ ამოვაკელით 1000-ს. ადგინეთ თავდაპირველი ფორმით. ერთსაც წავიკითხე რა ჩავთ. 2012 მექსიკის საპრეზიდენტო კამპანიაში მმართველმა პარტიამ აქტიურად რომაული ტექნიკები, მათ შორის ტვინის სიხშირული ტალღების, გულისცემის და სახის ანალიზი და ერთ სიტყვას ამოვაკელით 1000-ს. აღადგინეთ თავდაპირველი ფორმით. ოკეი, რომაული ტექნიკები ჩანს რომ მგონია რომ რომაულში ამოკლებული რა სადაური ტექნიკები. მათ შორის ტვინის სიხშირული ტალღების, კანის რეფლექსიების და გულის. ანუ ეს ტვინია, კანი და გულისცემის და სახის ექსპრესიული ანალიზი. ეს რა დროს აქვს ადამიანებს დაუშვათ რაღაცას რო უყურებს კინოთეატრში ან სადმე ან რაღაცას უყურებს და ეგეთი რეფლექსები აქვს, გულისცემა გიჩქარდება, ექსპრესია გეცვლება სახეზე და მათ შორის ტვინის დაუშვათ რაღაც იმას სხვანაირად ფიქრობ, მაგრამ რომაულში როგორ შეიძლება იყოს, რომ რობოფონეტოსკოპიური ან რაღაც ეგეთი ხო არის ანალიზებში მიდა. რა შეიძლება დაარქვა ეგეთ ტექნიკას ადამიანის დავიდეთ რო ვერაფერი. ნეირომარკეტინგული, ძალიან რთული. რომაულში ნეირომარკეტინგი. ნეირომარკეტინგულის დაგენერება ძალიან რთულია. ნეირომარკეტინგი ან თუ იცი რომ არსებობს კიდევ შეიძლება და რომაულში ნეირომარკეტინგული ჩამოთო ძალიან რთულია. საინტერესოა ხო ნეიროზე უნდა ტვინი გულისცემა. ანუ ტვინი გასაგებია ხო ნეირომარკეტინგული მოქმედებს, მაგრამ სახე გულისცემა და კანის რეფლექსია ცოტა ნეიროსთან არ მოდის ეს კითხვა საერთოდ ნეირობერს გავჭირდება და რთული იყო. რთული. ვითარებას როცა საფონდო ბირჟაზე ფასები თითქოს მყარად იზრდება, თუმცა სწრაფად ვიკრებულობს უწოდებენ X. საკულტო დაპირისპირებაში 1991 წელს კომენტატორის შესფასებით საზოგადოება მიხილა X-ში მომწვეული იუტა ჯაზი დასახელეთ X-ი ორ-ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვით. საფონდო ბირჟა და 98 წელი იუტა ჯაზი არის მაიკლ ჯორდანი ბულს. ხარის სად არის? მყარად იზრდება და კლებულობს. ხარის რქას გავს. ხარის კორიდის მატადორის სად შეიძლება მომწყვდიო X-ში მომწყვდეული იუტა ჯაზი დავუშვათ ხარის ვერ ვცილდები კორიდის არემეს ქვია რამე კი აქ ხარის კლანჭება ხარის მომწყვდევა ხარის
ვიცი ხარის აიზრდება და კლებულობს. ხარის ხაფანგში მომწყდავალ თქოს პროშინებით უნდა იყოს. მაგრამ ხარზე მარტივად გადიხარ ხაზზე ხაფანგი რთვედა საკინებები აღმოჩნდა ჩემთვის. ასეთ სპორტზე საინტერესო კითხვა ეკონომიკა და სპორტის საერთიანდება არაფერი მოგსაწინააღმდეგო. ხარის ხაფანგში მომწყდეს. ეტიმოლოგიურად x-ი ევროპული და აზიური სიტყვების შერწყმით მიიღება. x-ის პირველი ნაწილი მანათობელ ობიექტს უკავშირდება, მეორე კი ან გარკვეული ტიპის სამეურნეო მეწის ნაკვეთს დაასახეთ x. თუ ამაგრამ კითხოს ვერ ავიღებ. ეტიმოლოგიურად x-ი ევროპული და აზიური სიტყვის შერწყმით x-ი პირველი ნაწილი მანათობელ ობიექტს უკავშირდება. მანათობელები ხტი რა არის? შუქურა შუქურა, ხოლო მეორე კი გარკვეული ტიპის სამეურნეო ნაკვეთს. როგორი ტიპის შეიძლება იყოს სამეურნეო მიწის ნაკვეთი? შეიძლება კონკრეტული ხილის ან მოსავლის ან დაუმუშავებელი დასამუშავებელი. შუქურა კიდევ რა შეიძლება ან ევროპული სიტყვით რა შეიძლება იყოს? შუქურას გარდა ვერ ვცდები მანათობელი ობიექტი რა შეიძლება. სლაიდ, ლუმოს, რაცანათებს ხო, ლუმინოს. აზიურ სიტყვას ვერ ხვდები ფანარი. კარგი იყო. ეს კარგი იყო. ეს კარგი ევროპა და აზიის ფენერი ფანარი რა აღებთ შუქურა და ბაღჩი. ეს კარგი იყო. ხო ეს ორიგინალური ჩანაფიქრიც პოდაშეს კარგი იყო. ატყობთ კარგი თხოვს ვერ ვიღებ. Okay. ხო ეს ამას ვერ ვიყავდი 1936 წლის ნაწარმოების მიწროს თვითმფრინავი და x-ი, რაც ერთი ვერსიით კვირობის ბოლოს სინათლის განასახიერებს. ნუ არა, შეიძლება მახსოვს გრიგორი პიკის ფილმიდან უფრო მახსოვს ყავს. ხო, მაგრამ საბოლოოდ ძალიან კარგი ტურნირი იყო, ბევრი ახალი ფაქტი გავიგე, ბევრი კითხვები ძალიან გამართული იყო, არაფერი არ აკლდა თითქოს. რაღაცებზე ცოტა ის იყო. ხო, ცოტა უფრო მეტად მეჩვენა, რომ სჭირდებოდა რაღაც თითქოს დაზუსტება, რომ სხვა ვერსიები გაიფილტრა და ძალიან კარგი ფაქტები სავსე პაკეტი იყო. ალბათ სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ მაინც. ეს იყო მოკლედ რაღაცები უფრო მეტად ასე ვთქვათ, ეს გამოშვება იყო ჩემი მხრიდან, დანარჩენი კარგად არ მითამაშია. არც ძალიან ცუდად, არც საშუალოდ მგონი შედეგების შედეგები თუ არის სადმე ნახავ 13 ქულაზე მანდ მაგას ნახავ და დავასრულებ. არც ამერაც გამიგზავნა და მაგასაც ნახავთ. ხო, 24 ირლანდიის ყოჩა. -24 ცამეტი. ნუ მეჩვიდმეტე. Britainía. That's how
ხდებოდა რაღაცები შეიძლება უკეთესადაც. კარგად უთამაშიეთ. ხო, როგორც გაქეთ 9 ცოტა რთული და 9 შეთავაზებად შეიძლებოდა. ხო, მოკლედ ეს იყო რავი, თუ როდისმე გადავწყვიტე ავტორთან ნახავთ, რაც გაცრად გამჩნდა უბრალოდ უფრო პირადი სიამოვნებისთვის გაკეთებული ჩანაწერია. დრო